უკვე 2 კვირაა რაც თბილისში ჩამოვედი და არც დიდი ვლოგი გადამიღია, არც პატარა. ხო და დღეს მივხვდი, რომ ასეც არ შეიძლება და გაგატარებინებთ ერთ ჩვეულებრივ დღეს ჩემთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ მუშაობის პერიოდი დღეს შეუძლება ავიღე, რომ კომპიუტერთან კიდევ ერთი დღე არ გამეტარებინა ჩემს 2 კვადრატულ მეტრში ჩაკეტილს. დილით გემრიელად ვისაუზმე, ცოტა წავიმუშავე მაინც, გავემზადე და გავეშურე ვარდების ბაღის. ელენიკომ და კოტემ პადელში ყველაჯერ მომიგეს და პინგ-პონგის იმედზე ვიყავი დღეს. თავიდან მარტო მე და ელენიკო ვიყავით და მე იმდენი სალაპარაკო მქონდა თერაპია უფრო გამოვიდა ვიდრე თამაში. ჩვენს გარდა არავინ იყო დარბაზში, ამიტომ პაუზა ავიღეთ და იქვე ყავის შესვენებაზე წესიერად საჭარაოდ გავედი. ამასობაში კოტა შემოგვიერთდა, მეც შური ვიძიე, სანამ პადელში კიდევ ურშანსოდ მომიგებდნენ და წამოვედი სახლისკენ. წარმოდგენა არ მაქვს აქამდე Mad Men როგორ არ მქონდა ნანახი, რამოდენიმე დღის წინ დავიწყე და 7 სეზონის ბედნიერება მელის წინ. დავოდ ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, რაც აქამდე მინახავს, არა მარტო ბოლო პერიოდში. ერთ-ერთ პროექტზე მუშაობა შევყევი საღამომდე და ისე გავიდა რამოდენიმე საათი, ვერც კი გავიგე, სანამ დედაჩემის გამომცხვარმა ჭვიშტარის სულმა არ გამომაფხიზლა. სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია სამყაროში ამაზე მეტად რამე მიყვარდეს, განსაკუთრებით ძილის წინ. საქმეებს რა თქმა უნდა ვერ მოვრჩი, მაგრამ ერთი სერიის ყურება მაინც მოვასწარი დაძინებამდე. ოცნით და გეხვევით.